საღამომში და ვისა მეგობრებო როგორ ბრძანდებით. მოკლედ დღეს საინტერესო თემებით შემოგიერთდებით და გაგანდობთ იმას თუ რა ხდება ზეცაზე. ძალიან მაგარია უცხოს გადაცემა დღეს დაგიფოსტეთ უკვე Facebook-ზე. ვინც უკვე იცნობთ აი ამ ადამიანს უცხოს ძალიან მაგარი ვიდეო დადო, როგორც ჩანს 4 დღის წინ, მე დღეს ვნახე და საუბრობს იმაზე, რაზეც მე უკვე გესაუბრებოდით, რომ ესე იგი მოხდება ის, რომ ამ ჰოლოგრამებით ცაზე გამოსახავენ ჯვარს და აი ეს დაწერილი აპოკალიფსი, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩვენს ეკლესიებში ტრიალებს და მრევლს აცნობენ, რომ დიდი ცაზე უნდა გამოჩნდეს დიდი ჯვარი და აი ეს იქნება ის, როდესაც ქრისტე გამოჩნდება ციდან, ჩამოვა და ყველა გადაირჩევა, მარცხნივ დადგებიან, ესე იგი ცუდები, მარჯვნივ დადგებიან ქრისტიანები და ასე შემდეგ. მეგობრებო, ერთგვარი მატრიცა, რომელიც იყო დიდი ხნის დაგეგმილი, ამაზე უკვე უცხო საუბრობს და კარგად საუბრობს და მოусმინეთ ამ ვიდეოს თუ არ გაქვთ ნანახი ჩემს Facebook გვერდზე და ამ ვიდეოს დაბლა უკვე გავაზიარე. ხო და ახლა მინდა გითხრათ, რომ ჩემი მეუღლე კახეთშია წასული ჭაჭუნას აღკვეთილში. ეს არის გუშინ წინ და გუშინ წინის წინ. და სხვათა შორის კოლეგამ, ჩემი მეუღლის კოლეგამ, ასევე დააფიქსირა ამგვარი UFO ცაზე. 4 საათზე დილის. საინტერესო ის არის, რომ ამერიკაშიც ჩამოდიან და ჩვენთანაც ჩამოდიან ვითომ. საქმე იმაშია, რომ ამით ჩვენ გავიგეთ ის, რომ საქართველოც ჩართულია ამ ჰოლოგრამულ სიაფანში, ესე იგი, რომ ჰოლოგრამებით ცდილობენ, რომ ეს ცხოვრები და დაპროგრამებული ცხოვრები დაასიაფანდონ და გვითხრან და მოგვიყვნენ, რომ ესე იგი ჩვენთან ეკუმენური გაერთიანება ხო ვერ მოახერხეს. ეხლა ცდილობენ, რომ მოახერხონ ზუსტად ასეთი გაერთიანება, რომ აგერ რა დროს ჩხუბია და რა დროს ომია, უცხო პლანეტელები გვადგებიან თავზე და არიქა შევიკრიბოთ უცხო პლანეტელების წინააღმდეგ და სწრაფად მოვძებნოთ ჭკვიანი თავი, რომელიც აი ამ უცხო პლანეტელების წინააღმდეგ ომში წარგვიძღვება. მოკლედ ეს ვინ იქნება, ასე იქნება თუ ისე იქნება, საერთო გაერთიანებული ერებისა და რელიგიების წარმომადგენელი ანტიქრისტე. მე ბევრს არ ვილაპარაკებ ამაზე, უცხო კარგად საუბრობს და თუ რა პროექტია და ვისი პროექტია, ამაზეც უცხო საუბრობს და მოусმინეთ მეგობრებო უცხოს. მანამდე მე კი გეტყვით, რომ თმებით დავივარცხნე, თმებით დავიბანე და ლამაზად გამოვიყურები ალბათ, ხომ? ზოგ-ზოგი ერთ პრობლემები რო აქვს ხოლმე ჩემს გაწეწილთვებს. რახან თმებით დავივარცხნე და დავიბანე, ესე იგი უფრო უკეთესად ვისაუბრებ თქვენი აზრით. ხომ ასეა? ყველა ის ადამიანი, ვინც მხოლოდ თმებს უყურებს და გარეგნობას, ყველა დაიბლოკება. აქედან გამომდინარე, ის ადამიანი, რომელიც შენიშვნას მაძლევს ჩემს გაწეწილ თმებზე, დაიბლოკება. აბსოლუტურად უკომენტაროდ დაიბლოკება. დიახ, რადგან ის თმების იქით ვერაფერს ვერ ისმენს და ვერ ხედავს. მეგობრებო, სხვათა შორის მათ შორის ბატონი მურმან ჯოხაძეც მინდა რომ აი აქ დავსკრინო და დიდ შიშებს რო ავრცელებს თავის მაყურებელში, ვუთხრა რომ ეს პროცესი რაც ახლა დღეს ხდება ამერიკის თავზე და ახლა საქართველოს თავზეც როგორც ჩანს, დიდი ხნის დაგეგმილი მატრიცული პროექტია. ბატონო მურმან, გამოდით ილუზიებიდან. მართალია თქვენ ფიზიკა კარგად გესმით, მაგრამ მეტად ილუზიებში გადავარდნილ ხართ. აქედან გამომდინარე, გამოდით მაგ ილუზიებიდან და დროა დაიწყოთ სხვისი მოსმენაც. ვიდრე თქვენ სხვის მაყურებას დაუწყებდეთ ცქერას და იმით დაიბოღმებოდეთ, რომ სხვას უფრო ბევრი მაყურებელი ყავს, ვიდრე თქვენ, ჯობია რომ თქვენ თავად იხსნათ თქვენი თავი ილუზიისგან, იმ ილუზიისგან, რომელიც შეუქმნით თქვენვე თქვენს თავს. ხო, მეგობრებო, იცოდეთ რა, უკანასკნელი ვარ, რომ მე ჩემი ხმალი დავდო ნებით. არავითარ შემთხვევაში არავის არ დავინდობ, არ მაინტერესებს იქნება ეს უფროსი, უკაცრავად, უფროსებზე არც არის საუბარი, როგორც ჩანს, ასაკით უფროსი, თუ იქნება ეს ავადმყოფი ადამიანი, თუ იქნება ეს
სულიერად დაცემული ადამიანი. ნებისმიერ ადამიანს არ დავინდო ვიცოდეთ და იცოდეთ ისიც რომ მე ძალიან მწარე ენა მაქვს და პირდაპირ ვარტყავ ჭრილობაში. აქედან გამომდინარე, ნუ შემეკამათებით, ნუ მოინდომებთ ჩემი ჭკუის დარიგებას, თუ გინდათ მოისმენთ ჩემგან რა იმ სიტყვას, რასაც მე ვაჟღერებ, ან არ მოისმენთ და უბრალოდ უსიტყვოდ წახვალთ. და თუ კიდე გსურთ ჩემთან დისკუსიაში შემოსვლა, აუცილებლად კორექტულად გააკეთეთ ეს. კორექტულ კომენტარებს არც ვბლოკავ და არც ვშლი. მაგრამ კომენტარებს, რომელშიც არის უაზრო ირონია გარეული და ცუდი სიტყვები, შეურაცხყოფები, პირდაპირ ვშლი. იმ ადამიანს, ეხლა იუთუბერებს ვეუბნები, იმ ადამიანს ჯერ გადავაგზავნი ადმინებთან და შემდეგ მის კომენტარებსაც ვშლი, ასე რომ აზრი არ აქვს ჩემთან უაზროდ სიტყვების გამოშვებას. გირჩევნიათ დისკუსიაში შემოხვიდეთ ძალიან ნორმალურად. ეხლა ვისაც გონია ვისაც რამე გონია ჩემს მიმართულებით რომ ჯვარი მოვიხსენიო, ჯვარი ავიხსენიო, ჯვარი არავის არ დაუკისრებია ჩემთვის და ჯვრის ახსნა ხდება მღვდლებში, რომელიც თვითონ აპროგრამებენ თავის თავს მონას ზონებად, რომ რაცხავენ თავის თავს და მღვდლებად, რომ რაცხავენ თავის თავს. არც ერთ ქრისტეს, არც ერთ ქრისტიანს, არც ერთ ქრისტეს კი არა და არც ერთ დროში არ უთქვავს ქრისტეს, რომ მონაზვნად შემომეწირეთო. აქედან გამომდინარე, არც ჯვარის ახსნაზეა ჩემთან საუბარი და არც ჯვარის გადაგდებაზეა საუბარი და მე მინდა გითხრათ, რომ ყველანი ნებისმიერი ადამიანი, რომც არ ჰქონდეს ჯვარი ყელზე ჩამოკიდებული, თვითონ არის ჯვარი. აქედან გამომდინარე, ვიღაცა ქალბატონი, სახელიც ვიცი, მაგრამ არა უშავს, ვიღაცას უწოდებ ესე. მეხვეწება და მევედრება რომ ჩამოვიკიდო ყელზე ჯვარი და დავკიდო კედელზე ხატები, როცა ხატით ჩვენ ვართ და ჯვარით ჩვენ ვართ თავად ცოცხალი. აქედან გამომდინარე კახეთი გეორგია. კახეთი ვიდეო გაინტერესებს კახეთში სად გამოჩნდა? გუშინ ვესაუბრეთ ჩემს მეუღლეს და მისმა კოლეგამ გაოგნებულია, გადაღებული აქვს თავისი თვალებით ნახა ჩემმა მეუღლემ, რომ მისმა კოლეგამ გადაიღო UFO დილის 4 საათზე ჭაჭუნას აღკვეთილში. აღკვეთილში იცით რომ არ უშვებენ იქ ნორმალურად იმ ხალხს, ვისაც არ აქვს საშუალო. აქედან გამომდინარე იმ ადგილებში, სადაც მწყემსები არიან და სადაც ხალხია, რომელიც მუშაობს, მათ იხილეს ალბათ ამ ერთის გარდა კიდე სხვაებიც იხილავდნენ და გამოიტანენ ახლა ხმას. ხო, და მაგის არ იყოს. ეხლა ეს მღვდლები და საწყალი მონაზვნები ხო ელოდებიან, რომ ცაზე უნდა დიდი ჯვარი გამოისახოს და მერე გამოჩნდება ქრისტე, ხო? ეხლა მაგასაც მოგვიწყობენ, თქვენ გონიათ არა, მაგათვის ყველგან გამოჩნდებაო, თან ჯვარი ყველგან გამოჩნდებაო. ცაზე გამოისახება ჯვარი და ყველგან გამოჩნდება. მე სამდღიანი ციბნელეზეც იქნება საუბარი, გათიშავენ სულ სინათლეს, დააბნელებენ მზეს, გადააფარებენ რაღაცას, არ ვიცი, მოკლედ. ძალიან საინტერესო დროში ვართ, იცოდეთ რა, ბოლო ჟამი რო არის, ამას წყალი არ გაუვა ხალხო და აი როგორ წუთი-წუთზე არის, იცი, ბოლო ჟამი? როგორც ნათქვამი აქვს, როგორც მატრიცაში უკვე დაწერილი აქვს, რომ აი ეს მოხდება და ეს მოხდება და მე ადამიანები ამოიცნობენ ამას და შემდეგ მოხდება ახალი ძალების გადაპროგრამება. ხვდებით? გადაპროგრამება ხდება. ამიტომ გეუბნებით, სანამ ისინი მოგიყვანდნენ ვინმე სხვა ქრისტეს, ამოიცანით, რომ აქ არიან ქრისტეები. აქ ვართ ჩვენ ქრისტიანები. და ვიდრე სხვებს დაგისვავდნენ, მოჰკითხეთ იმ ადამიანს, ვინც განკვეთა ეკლესიიდან ქრისტეები და ვინც უარყო ქრისტეები, იმას მოჰკითხეთ. მე კი მომკითხეთ, ой, შვილო, სატანა ყავს შემორჩენილი, სატანა არის იქ, სადაც გითხარით უკვე რომ ზის
სატანა ზის ილია მეორის სხეულში და მიდით იქ მოჰკითხეთ სატანას და გააკეთებინეთ საქმე. თავისი საქმე გააკეთებინეთ სატანაც ღვთის მსახურია იცოდეთ რა. მე კი გეტყვით იმას, რაც ჭეშმარიტებაა და აგერ თქვენ იქნებით და აგერ მე, ყველანი ერთად ვიხილავთ აპოკალიფს. არმაგედონ. აბა კარგად ეხლა მეგობრებო, აბა თქვენი კომენტარები მოიცე ახალი მერე ჩამიგდე რა თუ შეძებ. ხო, მე ვეცდები რომ ეს გადაღებული ვიდეო კოლეგას გამოვართვა, ეხლა დღეს ჩამოდის ჩემი მეუღლე. გამოვართვა და განახებთ, ნუ რაღაც საინტერესო იქნება ალბათ. როგორ იყო იცით? როგორც მე მითხრა ჩემმა მეუღლემ, ეს არის ერთი მხრით ანათებს სინათლეს და რაღაც სისარტყელასავით აქვს კიდე სხვადასხვა ფერები განათებული და დაახლოებით ესეთი უხმო არის რა, უხმო რაღაც ხომალდია, ვითომ. ხო, საღამო მშვიდობისა სიხარულო. საღამო მშვიდობისა დომნა ხვალ შიმშილი იწყება. ხვალ იწყება შიმშილი და ვაგრძელებთ შიმშილს მეგობრებო, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ შიმშილმა ისე მაგრად დააჩქარა ეს დრო, ისე მაგრად და ახლა ვიღაცა იტყვის რომ რამხელა განიდების მანიაში ეს გოლ ვიღაცამ კლალა ხო, ქალბატონი კლალას პრობლემა აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მეუბნები რომ წმინდანი ვარ მეთქი და ნუ გეკნებათ ამასთან დაკავშირებით პრობლემა, იმიტომ რომ მეგობრებო, ძალიან ბევრი წმინდანი ეხლა დედამიწაზეა. დედამიწაზე ვართ, მოდი ესე ვიტყვი და იმ წვალებლობაში ხარ რაღაცა სატანა შემოძრალი ჩვენ რა ხან ვამბობ რომ წმინდანი ვარ მეთქი. ბიჭო, წმინდანი რო არ ვიყო, აქამდე იცი რას მიზავდნენ? გამაქრობდნენ უშიშროების იმიდან, რა ქვია, სამსახურიდან, იცით თქვენ? ხელს ვერ მანდებენ, რატო იცით? იმიტომ რომ 33 წმინდანი თან დამყვება, იცით თქვენ? უხილავად დამყვება თან. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, 33 კი არა, 34 დაჟე. აქედან გამომდინარე, ხელს ვერ დამადებენ ეგენი. და თქვენ ახლა რა ვიცი, თუ ვერ ხედავთ ამას, ახლა როგორ დაგანახოთ? მამაზე ციერის ვერ დაგანახებთ ამას, რომ იმის თქმისთვის, რასაც მე ვსაუბრობ და რა სინათლესაც მე თქვენამდე ვაწვდი, ხალხს რას უშვებიან, იცი, საგიჟეთში აჯენენ, გიჟად რაცხავენ, გაზდით, თან გაზდით, გიჟად რაცხავენ, კლავენ, ციხეში აჯენენ და მე აგერ ვდგავარ და ვსაუბრობ რა, არ მინდა ახლა ვიმარიაჟო, მაგრამ ფაქტი სახეზია და თუ ამას თქვენ ვერ ხედავთ, მე უნდა გითხრათ ესე იგი ისევ, რომ დაგანახოთ, ხალხო, დაგანახოთ. ჩემს უკან უშიშროება არ დგას. ჩემს უკან არც 9-თავიანი დაცვა დგას და არც კოშკებში ვცხოვრობა აქ. მე ვცხოვრობ ძალიან ღიად, ჩემი კარი სულ ღია, არც იკეტება სხვათა შორის, ჩემი ჭიშკარი და სულ ღია ხალხო რა. მე შიშები და რაღაც არ მომკლანეს ნაკლებად მაქვს, იმიტომ რომ წმინდანებმა ძალიან კარგად იციან, როგორც მოვიდნენ, ისე უნდა წავიდნენ. და სიკვდილის არ ეშინიათ რა, აკეთებენ თავის საქმეს. არა უშოს დომნა თუ დაიწყე ძალიან კარგი. მე დღეს ვერ დავიწყებდი, იმიტომ რომ ბავშვების იმხელა ენერგია მიაქვთ, რომ მე ვერ იმაშვები ხოლმე რა. როცა ჩემი მეუღლე არ არის სახში, მე ვერ ვუმკლავდები ამ ოჯახურ მდგომარეობას და თან შიმშილს. ხო და ასე რომ კლალა, ნუ ნერვიულობ იმაზე რომ მე ვარ წმინდანი, ჩემნაირი წმინდანი კიდე დაახლოებით 154,000 დადის დღეს დედამიწაზე, ჯობია ვიდრე მე დამიწყებ განკითხვას. დაიწყო ამ წმინდანების ამოცნობა და ამ წმინდანებთან შეერთება თუ გინდა, თუ არა და კი იქნები მაგმატრიცაში და იფიქრებ რომ აი რა ვიცი ვიღაცა ბოდავს, ვიღაცა ეს, მე ჯვარს დაგანახებენ ცაზე, მე იმას იფიქრებ, მე ამას იფიქრებ. ხალხო, მე გეტყვით ერთ რამეს რა. ბერ გაბრიელს ნათქვამი აქვს რომ ბოლო ჟამს ცაზე ისეთ რაღაცებს დაინახავთ, ნუ დაიჯერებთ, ხო? გითხრათ, ხო? და ჰოლოგრამები, როდესაც კოვიდი იყო და ჩაგვკეტეს ყველა სახში და ფრენები გააჩერეს, ზუსტად მაგ დროს ააფრინეს ის აპარატები, რომ ამ ფრენებს ხელი არ შეეშალა და არ დაელეწათ ეს აპარატები, ჩვენს უჩინარად ააფრინეს ეს აპარატები და ეხლა ამ აპარატების მიერ ადგენენ ჰოლოგრამებს, ნებისმიერ კუთხეში შეუძლიათ ეს გამოიწვიონ აბსოლუტური რაღაც ფიგურები დაგანახონ, ფიგურები, აი ახლა ეს უფოები, ვითომ რომ უფოები ჩამოდიან
ისე ჰიპნოზონ და დაგასიაფანდონ, რომ თქვენ მართლა დაგაჯერონ. და ვინც იცის ეს ინფორმაცია, იცის. და ვინც არ იცის, ის მართლა დაიჯეროს, ჭკუიდან გადავა. გესმით? და ჭკუიდან რომ არ გადახვიდეთ ხალხნო და ჯამაათნო, ჰალო, მეგობრებო, ჩვენ ქართველებს დაცვა გვაქვს. იცოდეთ რა? 154,000 წმინდანი ხო არის საქართველოს კი არა და დედამიწის მასშტაბით. აქედან უმრავლესობა და უძლიერესი წმინდანები არიან საქართველოს ტერიტორიაზე, იცოდეთ რა? და საქართველოს ტერიტორიაზე ვინც არის, ის არავის არ უშინდება. ზოგი მოქმედებს ასე, ზოგი მოქმედებს ისე. ქალბატონი კლალა ამბობს, რომ ეს რანაირი წმინდანი ხარო, შენნაირად არც ერთ წმინდანს არ ულაპარაკიაო. არც ერთი წმინდანი ერთმანეთს არ გავს, იცოდეთ რა? ყველას აქვს თავისი დავალება და ყველა წმინდანი თავის დავალებას ასრულებს თავის ნაირად. ამიტომ ნუ შეადარებთ წმინდანებს, რომ ის ისეთია და სხვაც ისეთი უნდა იყოს, ყველა წმინდანი არის აბსოლუტურად განსხვავებული და ასრულებს სხვადასხვა საქმეს. ზოგი სალოსობს, ზოგი იგინება, ზოგი არ ვიცი, ისეთ რაღაცებს ჩადის, რომ შენ განგაკითხინოს თავი. იცდებით, იცოდეთ რა, თქვენი გამოცდებია. ზუსტად ამ წმინდანების მიერ იქნება ყოველი ადამიანი გამოცდილი. გესმით? ამიტომ სხვის განკითხვას და იმას რა ქვია, მოკითხვას რომ ეს გააკეთე და ის გააკეთე, თქვენ თავებს მიხედოთ ჯობია რა. და თუ კი თქვენ დიალოგში შემოსვლა გინდათ მეთქი, ნამდვილად შევდივარ ყველასთან დიალოგში რა. აბსოლუტურად პირადში თუ არაპირადში. გადახედეთ ჩემს დისკუსიებს კომენტარებში და ნახავთ, რომ მე შევდივარ დისკუსიაში. და მაქვს ამის უნარიც, რომ ადამიანებს ვუპასუხო კონტრა კომენტარებზეც. თუ არის ის ზრდილობიან ფარგლებში დაწერილი. და ადამიანები, რომლებიც იმას ვერ გაცდენილა, რომ თმები დაივარცხნეთ თუ თმები დაიბანეო მითხრან, აი ის ადამიანები საერთოდ ადამიანებში აღარ ითვლებიან, ისინი არიან ყველაზე უკანასკნელი ადამიანები, ვინც მხოლოდ გარეგნულად განსაზღვრავს. გესმის? ამა თუ იმ ადამიანის პირიდან გამოსულ სიტყვას. ვინც მხოლოდ იმას უყურებს, როგორ აცვია, როგორ მოკოხტავებულია, იცით რას გავდა ბერი გაბრიელი ზოგჯერ? იცით რას გავდნენ წმინდანები ზოგჯერ? დახეული და დაძონძილი დადიოდნენ. გაიხსენეთ. კი. ასე რომ წმინდანები ჯიპებით არ გამოგეცხადებიან რა. 150,000-იანი ჯიპებით არ გამოგეცხადებიან. 150,000 ალბათ უფრო იაფია კიდე. ალბათ 250,000-იანი ჯიპით არ გამოგეცხადება და $800-იანი ტუფლებით არ გამოგეცხადება წმინდანი, იცოდეთ რა. წმინდანი იქნება აუცილებლად ქრისტესნიერი. ის შეიძლება დაუბანელი თმებითაც დაგენახოთ, დაუვარცხნელი თმებითაც დაგენახოთ და დახეული ტანსაცმელითაც. ამიტომ ნუ განსაზღვრავთ გარეგნობით. მოისმინეთ რას ვლაპარაკობ? ორჯერ და სამჯერ მოусმინეთ ჩემს ნალაპარაკებს, თუ ვერ გაიგეთ რას ვლაპარაკობ. და თუ გგონიათ რომ მე ვინმეს და რამეს განვიკითხავ, კარგად მოისმინეთ და მიხვდებით რომ არავის და არაფერს არ განვიკითხავ, მე უბრალოდ ვაფიქსირებ ვითარებას. გესმით? ახლა მეგობრებო, დაგემშვიდობებით, საქართველოში უამრავი ჭკვიანი ადამიანია და უამრავი ჭკვიანი ადამიანი არის ასევე მედიაში, ჩემის ჩათვლით და ვისაც ჩვენი შურს ის უბრალოდ უნდა მიხვდეს, რომ ის შურით არის ახსავსე და ძალიან ვთხოვთ ჩემნაირები, რომ მოიშორონეს შური და გათავისუფლდნენ იმ ჩარჩოებიდან, რომელიც ჩარჩოებიც თვითონ შეუქმნეს თავის თავს. განსაკუთრებით ბატონ ჯოხაძეზეა საუბარი ეხლა რა. და ბატონი ჯოხაძის ნაირები, რომლებიც იმას ვერ იტანენო სხვა ადამიანებს, რომლებიც მართლა სიმართლეს საუბრობენ, უფრო მეტი მაყურებელი ყავს, ვიდრე თვითონ რომელიც საუბრობს არ ვიცი რას. ჯერ ვერ დაამტკიცა ვერაფერი, მაგრამ საუბრობს. აქედან გამომდინარე არ მოგისმენენ შენ. თუ კი შენ სხვისი შურს არ შენ არ მოგისმენენ, გესმით? იმიტომ რომ შენ ხარ უღმერთო. როდესაც უღმერთო ხარ, როდესაც შენში ჯერ კიდევ შურია გასანეიტრალებელი, ნაკლებად გეყოლება მსმენელი. ბატონო ჯოხაძე, თქვენ გეუბნებით. ახლა დაგემშვიდობებით და გისურვებთ საუკეთესო უფოების დანახვას ცაზე. იცოდეთ რომ ეს არის ძალიან კარგად დადგმული
დიდი ატრაქციონი. ნუ შეგეშინდებათ, ჩემ ბავშვებს უკვე დავარიგე და ჩემმა ბავშვებმაც იციან, რომ თუ დაინახავენ ცაზე უფოს, არ შეეშინდეთ. გაკოცეთ გემშვიდობებით და აბა თქვენ იცით. ბოლო ჟამის ბოლო წუთებია, იცოდეთ. მე მაგრად მიხარია, იცოდეთ.